ევროპაში ზოგიერთებს შურთს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამბობს პაპუაშვილი, პარალელურად კი ქვეყანაში პროდუქტებზე ფასები ყოველთვიურად იმატებს. ქლიავი, მსხალი, ლიმონი, მწვანე ლობიო, კიტრი და ატამი ეს იმ პროდუქტების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა. ფასნამატმა საკვებზე 100%-საც გადააჭარბა. ალბათონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ამბობს პაპუაშვილი 71 წლის დევნილი ქალის დაკავებაზე და ევროპას კვლავ თავს ესხმის. მან ისევ გაიხსენა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ოცნებამ გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმა. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გზის გადაკეტვაზე მოქალაქეები ვალტონენმა შეაგულიანა. მისი თქმით, მათი ხელისუფლება სამართლიანად და ჰუმანურად მოქმედებს. სერბეთის პრორუსი პრეზიდენტი ამბობს, რომ არ არის წინააღმდეგი ევროპამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალა მათგან შეიძინოს. მე შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ევროპაში, რომ შეთანხმება დაედოთ და ჩვენგან შეიძინონ ყველაფერი, რაც გვაქვს. ეს ფენომენალური წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებაში. სერბეთის საწყობების სავსეა საბრძოლო მასალით, განსაკუთრებით კი ნაღმთ ხორცნებით, თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა. დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში ქალაქ მაზარი შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის ბიძგებს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ასობით მოქალაქე.